ნაწილი იყიდება საქართველოს. აი დღესაც თქვენ სამწუხაროდ ჩვენ ახლა შეიძლება ვიღაცას ვახალისებთ და ამ დროს წინ ისეთი სიუჟეტი გქონდათ, რომ ამის მერე მხიარულ განწყობაზე გადასვლა უხერხულიც კი მთელი საქართველოს დაიჯდეს და ტიროდეს წესით ამ სიუჟეტის ნახვის შემდეგ და უფრო დიდი უბედურებებიც არის ჩვენს თავს, მაგრამ რას იზამთ, ცხოვრება ასეა, ერთმანეთის გვერდით არის სატირალის და სახალისოც. ნაწილ-ნაწილ მეთქი საქართველოს იყიდება, მე მთლიანად ვიყიდები, ნაწილ-ნაწილ არა, იმიტომ რომ ეხა ვიღაცამ თირკმელი წაიღოს, მე დამჭირდება ეს და ასე არ გამოვა ეს და თანაც ამისთვის თავის შეწუხება არ ღირს. იქ საგულისხმო ის არის, რომ ძალიან ბევრმა მკითხველმა კომენტარებში თქვა რომ მიაქციოთ ყურადღება, რამდენიმე ათეული ათასი გამოხმაურება არის ამ განცხადებაზე. ზოგი ძალიან უხამსი, რა თქმა უნდა, ვიღაც ამბობს, რომ ეს არაფრად არ ვარ გადა, არ შეცდეთ და არ იყიდოთ, რაც გინდათ ეს. და განსაკუთრებით 90-იან წლებში რომ ჩვენთან საქართველოში შეტაკებები იყო, იქიდან დარჩენილი იმავე 90-იან წლებში დარჩენილი ხალხის გამოხმაურებები, რომელიც გუშინ ერთ ტელეარხსეთ შემოვიდა და იქ მესაუბრა. მისთვის ჩვენ გავაკეთეთ რაც შეგვეძლო. ჩავაცვით ზურას, გავიყვანეთ რაული და ჩავსვით მანქანაში. თუ ხარშილაძის სასამართლოზე გაკეთებული განცხადება სარწმუნოა, გამოდის რომ ამ კადრებით თავის დროზე გამოძიებამ და სახელმწიფომ საზოგადოებად ყუილში შეიყვანა. ყველაფერს თავის დროზე გაიგებს საზოგადოება. რას გაიგებს? უკაცრავად, ზუსტად 10 წლის შემდეგ ზურაბ ჟვანიას საქმეზე მისი პირადი დაცვის უფროსმა ღიად განაცხადა ის ინფორმაცია, რაც საზოგადოებაში და ჟურნალისტურ წრეებში სხვადასხვა წყაროებიდან მუდმივად ჟონავდა. რაულ უსუპოვთან ნაქირავებინაში შიშვლები. ამ ჩვენებით კობა ხარშილაძე დანაშაულს, რომელიც შემთხვევის ადგილზე ნივთმტკიცებების და სურათის შეცვლას გულისხმობს, მთლიანად საკუთარ თავზე იღებს და აცხადებს, რომ ერთპიროვნულად მან და მიხეილ ძაძამიამ ზურაბ ჟვანიას დაცვის მეორე წევრმა გადაწყვიტეს სახლში სურათის შეცვლა. გარდაცვლილი რაულ უსუპოვის სახლიდან გაყვანა, რა დროსაც სავარაუდოდ რაულის ერთი ფეხსაცმელი დაიკარგა. რეალური სურათის დაფარვის მთავარ მოტივად პირადი დაცვის უფროსი პრემიერთან განსაკუთრებულ მეგობრულ დამოკიდებულებას ასახელებს. სწორედ ამ მეგობრობით ხსნის იმ საქციელს, რის გამოც დელიკატური პირადი ინფორმაცია გააქრო. უდიდესი აბსურდი იყო ზურა მარტო სახლში, ვიღაცის სახლში სრულიად მარტო. ამიტომ ასევე შემოვიყვანეთ რაული, შემდეგ დავდეთ ესნარდი. მანამდე ამ პროცესის განმავლობაში მე დარეკილი მქონდა ბარამიძისთვის და ასევე ამ პროცესის შესახებ შევატყობინე პრეზიდენტს. ხარშილაძის ჩვენება თავისთავად ბევრ კითხვის ნიშანს ბადებს. პრემიერ-მინისტრის, რაც არ უნდა ახლო მეგობარი ყოფილიყო, დაცვის უფროსი შეძლებდა თუ არა ის პირადი გადაწყვეტილებით განეხორციელებინა სურათის დაფარვა. მთავრობის კანცელარიის მაშინდელი ხელმძღვანელი ამბობს, რომ სწორედ ხელისუფლების უმაღლეს პირებთან საუბრის შემდეგ მიიღო ხარშილაძემ შემთხვევის ადგილზე სურათის შეცვლის ბრძანება. ხარშილაძემ დარწმუნდა რა, რომ ზურაბ ჟვანია და უსუფოვი იყვნენ გარდაცვლილები, დაურეკა პრეზიდენტს სააკაშვილს, დაურეკა ჟვანიას ტელეფონით. მე მაქვს დასაბუთებული ეჭვი იმისა, რომ ხარშილაძე, ძაძამია და სხვები ვერ გაბედავდნენ იქ ადგილზე იმ ბინაში ვითარების შეცვლას სააკაშვილის უშუალო დავალების გარეშე. ბარამიძეს კი ვერ გაბედავდა ამას. ხარშილაძის ჩვენებებში ფიგურირებს ექს-პრეზიდენტი სააკაშვილი და დღევანდელი პარლამენტის ვიცე-სპიკერი გიორგი ბარამიძე. მისცა თუ არა პირადად სააკაშვილმა შემთხვევის ადგილზე სურათის შეცვლის ბრძანება ხარშილაძეს. ეს დღემდე უცნობია, რადგან გამოძიებას შვანიას საქმეზე სააკაშვილი არ დაუკითხავს. რაც შეეხება გიორგი ბარამიძეს, მას უახლოეს სასამართლოს ხდომებზე ნაფიცი მსაჯულები მოусმენენ. გია ბარამიძეს ხარშილაძემ შემთხვევის ადგილიდან პირადად დაურეკა. თუ რა ხდებოდა საბურთალოს 53-ში და სადეს თუ არა დელიკატური მომენტების გასაიდუმლოება მაშინდელი ხელისუფლების უმაღლესმა პირებმა, ამაზე ვიცე-სპიკერმა იმედის კვირასთან საუბარი არ ისურვა. რომ მიხვედით ადგილზე რა სიტუაცია დაგხვდათ. და ბატონო გიორგი, შეეძლო კობა ხარშილაძეს, რომ თავის ტელეფონით პრეზიდენტს დაკავშირებოდა? და თქვენ დაგირეკათ? ხარშილაძემ ჟვანიას ტელეფონიდან დაგირეკათ თუ საკუთარი ნომრიდან? და თქვენ რომ მიბრძანდით, მან ასევე თქვა ერთი ასეთი დეტალი, რომ როდესაც ნახა ამ სიტუაციაში რო არ ყოფილიყო უხერხულობა, მან რაულ უსუპოვის ცხედარს ჩააცვა ტანისამოსი, გამოიყვანა და ჩასვა მანქანაში. მე დაკითხვას ვიწევთ ჟურნალისტებს თუ რა მოწმევა რა საქმეზე, თქვენთვის რომ და ამ რაღაცების ლაპარაკი რაღაცა გამოვიდოდი და პრესას დავალაპარაკებოდი, ხო?
ყობა ხარშილაძე და მიხეილ ძაძამია ზურაბ ჟვანიას მხრიდან განსაკუთრებული ნდობით სარგებლობდნენ. მათი ინტერესების დამცველი ამბობს, რომ ნაფიც მსაჯულებს ისინი მოუთხრობენ იმ ფაქტებზე, რომელიც მხოლოდ ხარშილაძემ, ძაძამიამ და ჟვანიას უახლოესმა გარემოცვა მიცოდა. ეს არ იყო პირველი შემთხვევა, როდესაც ზურაბ ჟვანია განმარტოებით რჩებოდა მსგავსი ტიპის შეხვედრებზე, მსგავსი ტიპის ბინებში და გაიგებს და დარწმუნდება იმაში, რომ ეს ყველაფერი ხდებოდა ზურაბ ჟვანიას მოთხოვნით, ზურაბ ჟვანიას ინიციატივით, მისი ცხოვრების წესიდან გამომდინარე და ამ შემთხვევაში დაცვის წევრები არ მოქმედებდნენ, თქვათ, რაღაც თვითნებურად. ხარშილაძის მიერ 10 წლის შემდეგ დარღვეული დუმილი და მიცემული ჩვენება აბსურდულია ბრალდების მხარისთვის. ამის მოტივად პროკურატურა გარდაცვლილი პრემიერის დაცვის წევრების მხრიდან საქმეზე სეზონის სპონსორია რიკო კრედიტი. იპოთეკური სესხები 1.9%, ლომბარდი 1.9%. რიკო კრედიტი. კარგია, მომეცეთ. აგექცევა. სეზონის გასართობი გადაცემების სპონსორია ზედაზენი. აბარა. ზაფხულის გასართობი გადაცემების სპონსორია ჯეოსელი. საიდე ყველაზე იაფი ინტერნეტი როუმინგში მოულოდნელი ხარჯების გარეშე. საღამოს გასართობი გადაცემების სპონსორია ექსპრეს ბანკი. ყველაზე მარტივი ბანკი საქართველოში. ექსპრეს ბანკში სესხის აღება ყველაზე მარტივია. ექსპრეს ბანკი. მარტივია. საღამოს გასართობი გადაცემების სპონსორია ლუდი კოზელი. იხარშება ჩეხეთის გულში 1874 წლიდან. საღამოს გასართობი გადაცემების წარმოდგენია პორტალი MyMakti. Maktis ოფისი შენს მობილურში. MyMakti. უახლესი ტექნოლოგიები Maktis ხარისხით. ახალი ყაზბელი ლუც მიზეზე არ სჭირდება. შეცვალეს სახურავი თვეში 49 ლარიდან. შეარჩიეს ზომა, ფორმა და ფერი. ნოვა იყიდა პირველისგან. მსოფლიოს კინოს ისტორიაში ომის დროს გადაღებული ერთადერთი მხატვრული ფილმი. Сухуми город любви и моря. ომი. გოგა ხაინდრავას ოცნებების სასალმო 16 ივლისიდან. სწორად დაგეგმილი მომავალი. საფინანსო კომპანია საქართველო. შემოტანილ თანხებზე დაგერიცხებათ წლიური 30%. პატარა და ტკბილი. ტკბილი და გრილი. გრილი და ფერადი. ფერადი და ხილის. ხილის და მხიარული. მხიარული და უნიკალური. უამრავი მხიარულება და სიგრილე ტიკტაკის ყველა დრაჟაში. საოცრად გამაგრილებელი. ახლა უკვე შეგიძლიათ გასინჯოთ ახალი TikTok მინიონები ბანანის გემოთი. LG წარმოგიდგენთ უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვილ ახალ მასივრებს, რომლებიც გამოირჩევიან ენერგოეფექტურობით, მუშაობის დაბალი ხმით და იმით, რომ უზრუნველყოფენ თქვენი პროდუქტებისთვის მაქსიმალურად ბუნებრივი გარემოს შექმნას. და რაც მთავარია, LG-ს ხარისხი ნიშნავს სანდოობას. საუკეთესო შემოთავაზება Elite Electronics-ისგან შეიძინეთ წარმოუდგენლად დაბალფასად ყველაზე მძლავრი smartphone HTC M8 მხოლოდ 899 ლარად, ხოლო HTC One Mini 699 ლარად და მიიღეთ საჩუქრად selfie. დუგლაძეების ღვინის კომპანია წარმოგიდგენთ ცქრიალა ღვინოს სამეფო. სამეფო ცქრიალა ხასიათი. კაცრად იცავთ თქვენს პრივატულობას და უსაფრთხოებას. უფრთხილდებით საკუთარ რეპუტაციას. არ გსურთ უცხო ადამიანებმა თქვენს პირად ცხოვრებაში შემოაღწიონ. წაიკითხონ თქვენი მოსაზრებები და მიწვდნენ პერსონალურ ინფორმაციას. მოიქნებით მიმდობი და გააცნობიერეთ ინტერნეტთან დაკავშირებული საფრთხეები. სოციალურ ქსელში მეგობართა წრეში გაზიარებული ინფორმაცია შესაძლოა ადვილად გახდეს ყველასათვის ხელმისაწვდომი. ნუ შეიქმნით ილუზიას, რომ მარტო ხართ. სოციალური ქსელები ხომ საჯარო სივრცეა. CERT-GOV-ი, თქვენი კიბერუსაფრთხოების გარანტი.
მშრალი ღამის შემდეგ, ძილის შემდეგ, პამპერს აქვს სპეციალური მიკრომარგალიტები, რომლებიც შთანთქავენ თავის წონაზე 30-ჯერ მეტს და კეტავენ სისხლში 12 საათამდე სიმშრალისთვის. პამპერსი გიზურებთ სიყვარულს, ძილს და თამაშს. ჯემფესტი წარმოგიდგენთ ფილმად Armin van Buuren, David August, Sapphire Lightning, Mendy, Steve Schwartz, Ellen Elliott, Freddie Osley, Luciano, W&W, Who Made Who, Maya Nida, Fukashe, Jemfest, Ozartis, 7 აგვისტო. იყავით ჩვენი ერთგული. მიიღეს სესხი და ისერგებლე მზარდი 20%-მდე ფასდაკლებით ყოველი მომდევნო სესხის საკომისიოზე. ვიღუშჩი, ფული თანამედროვე ხალხისთვის. თეგეტა მოტორსში გრანდიოზული გათამაშება პროდუქციის სრულ ასორტიმენტზე. ყოველ დახარჯულ ასლარზე მიიღეთ გათამაშების 1 ბილეთი. თამაშდება Mazda 3, 2 საგზური მალდივებზე, 3 iPhone 6, 3 ლეპტოპი და სხვა 20,000-ზე მეტი პრიზი. სოციალური საწარმოს საშუალებით მე ვეხმარები ბევრ ადამიანს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი თემისთვის. სოციალური საწარმოს ფუნქციონირებისათვის აუცილებელია სახელმწიფოს მხარდაჭერა. შენც შეგიძლია გახდე სოციალური მეწარმე. ჩვენ ერთად შევძლებთ ამას. პროექტი სოციალური საწარმოები კონფლიქტით დაზარალებულ პირთათვის შიდა ქართლში. დილას ბაკურიანით ვიწყებ. უნიკალური მინერალები აგვიწევს ჩემს ორგანიზმს და აღადგენს წყლის ბალანსს. შუა დღეს მეხმარება დაღლილობა ნაადრევად აღიარება. საგამოს თავს კვლავ კარგად ვიცნობ. ბაკურიანი. შენ გრძნობ, სხვები ამჩნევენ. მაგთის ოფისებში შეიძინე 4G მოწყობილობები, 4G USB მოდემი 105 ლარად, 4G უსადენო Wi-Fi მოდემი თვეში 16 ლარიდან და მიიღე საჩუქრები 1000 მეგაბაიტი და 20%-იანი ფასდაკლება ინტერნეტ პაკეტებზე პორტალიდან MyMagti მთელი ზაფხულის განმავლობაში. ყოველი დღე არის შანსი იცხოვრო უკეთესად. Guarda mi Pepsi. Hold my Pepsi. ამისთვის კი საკმარისია მიიღო გამოწვევა. Pepsi-s გამოწვევა დაიწყო. ეწვიე ვებგვერდს Pepsi G და შეხედე ცხოვრებას ახლებურად. Pepsi შეიგრძენი წამი. ნეტკრედიტი არის კომპანია, რომელიც ყოველთვის სიმართლეს ამბობს. არა მეგობარო, პირველი შთაბეჭდილება არ არის გადამწყვეტი. კიდევ ერთი წყვილი ფეხსაცმელი შენს კარადაში სამუზეუმო ექსპონატად? თუ ვინმე სასესხე ფული, მნიშვნელოვანია რომ მას განუმარტო ყველაფერი. აი ეს არის თქვენი მეორე საფულე. გამოიყენეთ იგი გონივრულად. ახალ კლიენტებს შეუძლიათ აიღონ სესხი 300 ლარამდე, 30 დღით და თანაც უფასოდ, ხოლო არსებულ კლიენტებს 1000 ლარამდე. ნეტკრედიტი, შენი მეორე საფულე. ნუ თუ თქვენს თავს მხოლოდ სანახევროდულით, ჯაგრის სიკვდილებს ასუფთავებს ენაზე და ღრძილებზე კი რჩება ბაქტერიები, რომლებიც იწვევენ კარიესს, ღრძილების დაავადებას და უსიამოვნო სულს პირისღრუნდან. სადეთ ახალი ლისტერინი. მისი განსაკუთრებული ფორმულა უფრო გულდას მით ასუფთავებს ვიდრე სხვა სავლებები და ანადგურებს ბაქტერიების 99%-ს. ლისტერინი პირისღრუს ძლიერი გასუფთავება პრაქტიკულად 100%-ით. ლინექსი მხოლოდ სიმპტომებს კი არ ხსნის, არამედ მკურნალობს ფაღარად ცდის ბაქტერიოზის დროს. გამოყენებისას გაეცანით ინსტრუქციას. გვერდითი მოვლენების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად მიმართეთ ექიმს. ესპანური პასკვალე საწარმო წარმოგიდგენთ იოგურტებს ნებისმიერი გემოვნებისთვის, ბავშვებისათვის Yog Kids ვიტამინებით და მინერალებით გამდიდრებული უგემრიელესი იოგურტი, ნაკლებს ხიმიანი ან უცხიმო იოგურტი მათთვის, ვინც ცდილობს მუდმივად ფორმაში იყოს. ნაღებიანი, ნოყიერი და გემრიელი იოგურტი შეუცვლელია, როცა გშია და გინდა მიიღო ნატურალური და ჯანსაღი საკვები. გასინჯეთ პასკვალეს უგემრიელესი იოგურტები სხვადასხვა ხილის გემოთი. პასკვალეს იოგურტები ჯანმრთელობა და სიამონება მთელი ოჯახისათვის.
აქცია ლეისისგან. გათამაშებაშია 35,000 პრიზი. შეაგროვე ლეისის ცარიელი შეფუთვები და მიიღე ზღვის სანდალი. მზის სათვალე, ყურსასმენები ან დინამიკი. საჩუქრების მიღება შესაძლებელია ნიკორა სუპერმარკეტების ქსელში. დამატებითი ინფორმაცია იხილეთ ვებგვერდზე leis.com.gr. ზაფხული ლეისთან უფრო გემრიელია. დიდი ხანია მანქანაზე ოცნებობ, მაგრამ თანხა არ ყოფნის. მთელი ოჯახის დანაზოგიც არ არის საკმარისი. ნუ კარგავ დროს, ისარგებლე მოგოს ავტოლიზინგით. არანაირი შეზღუდვა მანქანის წლოვანებაზე. ლიზინგის ვადა 72 თვემდე. მანქანის ღირებულების 90%-მდე თანხა იმავე დღეს და რაც მთავარია ლარში. მოგო, ყველაზე მარტივი ავტოლიზინგი საქართველოში. ახალი ქართული ლიმონადი ხილიანი, შექმნილი ნამდვილი ქართული ხილით. როცა უკეთესი გინდა. ბავშვთა თვე GPC-სა და City Pharma-ს ქსელში. მთელი ივლისის განმავლობაში ყოველ დღე მიიღეთ 30%-მდე ფასდაკლება ბავშვთა პროდუქტების სრულ ასორტიმენტზე და უპრეცედენტო სამმაგი შეთავაზება პამპერსზე. GPC ფიზრუნო ციცოცხლეზე. სეზონის გასართობი გადაცემების სპონსორია რიკო კრედიტი. გახსენით ოქროს თამასუქი ლარში და მიიღეთ რეალური 15%-იანი სარგებელი. რიკო კრედიტი. კარგია, მომეცეთ. თაგექცევე. სეზონის გასართობი გადაცემების სპონსორია ზედაზენი. აბარა. ზაფხულის გასართობი გადაცემების სპონსორია ჯეოსელი. საერთოდ ყველაზე იაფი ინტერნეტი როუმინგში მოულოდნელი ხარჯების გარეშე. საღამოს გასართობი გადაცემების სპონსორია ექსპრეს ბანკი. ყველაზე მარტივი ბანკი საქართველოში. ექსპრეს ბანკში სესხის აღება ყველაზე მარტივია. ექსპრეს ბანკი. მარტივია. საღამოს გასართობი გადაცემების სპონსორია ლუდი კოზელი. იხარშება ჩეხეთის გულში 1874 წლიდან. საღამოს გასართობი გადაცემების წარმოდგენია პორტალი MyMakti. Maktis ოფისი შენს მობილურში. MyMakti უახლესი ტექნოლოგიები Maktis ხარისხით. ვიკრიბებით ყველა ჩვენი ქვეყნის მოქალაქეები. იმისათვის რომ დავეხმაროთ ჩემს თბილისს. დადექი ჩვენს გვერდით. შენს ჩვენი ქვეყნის მოქალაქე ხარ. 15 ივლისი სპორტის სასახლე საღამოს 9 საათი. სეზონის სპონსორია რიკო კრედიტი. იპოთეკური სესხები 1.5%, ლომბარდი 1.5%. რიკო კრედიტი. კარგია, მომეცეთ. თაგექცევე. სეზონის გასართობი გადაცემების სპონსორია ზედაზენი. აბარა. ზაფხულის გასართობი გადაცემების სპონსორია ჯეოსელი. საერთოდ ყველაზე იაფი ინტერნეტი როუმინგში მოულოდნელი ხარჯების გარეშე. დაბრუნდა პირდაპირ ეთერში მაყურებელს მინდა ბოდიში მოუხადო იმ განწყვეტილი რეპორტაჟის გამო, რომელიც რეკლამამდე გადიოდა ჩვენს ეთერში, თუმცა ამ ახალი სარეკლამო კანონიდან გამომდინარე ჩვენთვისაც სიურპრიზი იყო, რომ გადაცემის მსვლელობისას შუაში გაგვიწრიდნენ ძალიან მნიშვნელოვან რეპორტაჟს, რომელიც შეეხება ყოფილ პრემიერ-მინისტრ ზურაბ ჟვანიას, ასე რომ მე კიდევ ერთხელ ხელახლა გთავაზობ ლევან ჩხაიძის რეპორტაჟ ზურაბ ჟვანიას გარდაცვალებისა და მისი დაცვების მიერ მიცემულ ჩვენებებთან დაკავშირებით. მე გადავწყვიტე ისე როგორც მოიქცეოდა ნებისმიერი ადამიანი, ზურას ნებისმიერი მეგობარი, რომ მსგავს მდგომარეობაში არავის ენახა ზურა. ამისთვის ჩვენ გავაკეთეთ რაც შეგვეძლო. ჩავაცვით ზურას, გავიყვანეთ რაული და ჩავსვით მანქანაში. თუ ხარშილაძის სასამართლოზე გაკეთებული განცხადება სარწმუნოა, გამოდის რომ ამ კადრებით თავის დროზე გამოძიებამ და სახელმწიფომ საზოგადოებად ყუილში შეიყვანა. ყველაფერს თავის დროზე გაიგებს საზოგადოება. რას გაიგებს? უკაცრავად, რა. ზუსტად 10 წლის შემდეგ ზურაბ ჟვანიას საქმეზე მისი პირადი დაცვის უფროსმა ღიად განაცხადა ის ინფორმაცია, რაც საზოგადოებაში და ჟურნალისტურ წრეებში სხვადასხვა წყაროებიდან მუდმივად ჟონავდა. რაულ უსუპოვთან ნაქირავებინაში შიშვლები.
ამ ჩვენებით კობა ხარშილაძე დანაშაულს, რომელიც შემთხვევის ადგილზე ნივთმტკიცებების და სურათის შეცვლას გულისხმობს, მთლიანად საკუთარ თავზე იღებს და აცხადებს, რომ ერთპიროვნულად მან და მიხეილ ძაძამიამ ზურაბ ჟვანიას დაცვის მეორე წევრმა გადაწყვიტეს სახლში სურათის შეცვლა. გარდაცვლილი რაულ უსუპოვის სახლიდან გაყვანა, რა დროსაც სავარაუდოდ რაულის ერთი ფეხსაცმელი დაიკარგა. რეალური სურათის დაფარვის მთავარ მოტივად პირადი დაცვის უფროსი პრემიერთან განსაკუთრებულ მეგობრულ დამოკიდებულებას ასახელებს. სწორედ ამ მეგობრობით ხსნის იმ საქციელს, რის გამოც დელიკატური პირადი ინფორმაცია გააქრო. უდიდესი აბსურდი იყო ზურა მარტო სახლში, ვიღაცის სახლში სრულიად მარტო. ამიტომ ასევე შემოვიყვანეთ რაული, შემდეგ დავდეთ ესნარდი. მანამდე ამ პროცესის განმავლობაში მე დარეკილი მქონდა ბარამიძისთვის და ასევე ამ პროცესის შესახებ შევა